ბატონო გიორგი, დასავლეთიდან როგორ შეიძლება ჩანდეს ეს პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ მდგომარეობიდან, როდესაც მუდმივად გვესმოდა არაფორმალური მმართველობის შესახებ, თუ მაინც რჩებით მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მიიღებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და ერთი დიდი სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტი აღარ იარსებებს კოალიცია საარჩევნო კოალიცია ქართული ოცნების სახით, ეს არის პოზიტიური და ჩვენ არაფორმალურ მმართველობას მაინც შევინარჩუნებთ არაფორმალურ მმართველობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს სუბიექტები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. რამდენად გაუშვებს ხელიდან სადავეებს ბიძინა ივანიშვილი და დარჩება თუ არა მხოლოდ ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, მენტორად, მმართველად 2016 წლის არჩევნებში პარტია ქართული ოცნების, თუ მაინც შეეცდება, რომ სხვა ძალებზეც მოახდინოს გავლენა და როგორ აღიქვამს ამას დასავლური პოლიტიკური სპექტრი. მივესალმები ტელემაყურებელს, დავიწყებ იქიდან, რომ არაფორმალური მმართველობა მართლაც არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას უდგას და რეალურად ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ის მან ამ ნაბიჯით, ასე ვთქვათ, არასწორი მიმართულებით წაიყვანა ქართული პოლიტიკა და ასე ვთქვათ, ერთის მხრივ დაემალა პასუხისმგებლობას, ოფიციალურ პასუხისმგებლობას, მეორეს მხრივ კი მან კვლავად შეინარჩუნა ბერკეტები. ბუნებრივია, ამან ასე ვთქვათ, დასავლეთ მოკავშირეებში გამოიწვია ერთგვარი გაღიზიანება, იქიდან გამომდინარეც, რომ არაფორმალური მმართველობა ბუნებრივია ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და საქართველოს ამ მიმართულებით დგავს ნაბიჯებს და რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მოწინავე ქვეყანაც არის. რაც შეეხება იმას, რომ კოალიციას დაშლის შემთხვევაში ეს პოლიტიკური პროცესი წააგდება თუ არა, ჯანმრთელი იქნება უფრო თუ არა, მე ვიტყვი, რომ ორივე ნაირად ეს კოალიციის სახით წავა პარტიები არჩევნებში თუ ინდივიდუალურად, ეს ორივე ლეგიტიმურია, ამას არ აკრძალავს ბუნებრივია კანონი. უბრალოდ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თუ პარტიები დაჯგუფდებიან იდეოლოგიის მიხედვით, ამაში არის რაღაც პოლიტიკური სიჯანსაღე, მაგრამ აქამდე ჩვენ ეს რეალურად ეს პროცესი არ მიმდინარეობს. ანუ სასურველია თუ დაჯგუფდებიან, სასურველია რომ იდეოლოგიამ გააერთიანოს. თუ დაჯგუფდებიან პარტიები, სასურველია რომ ისინი მათი დაჯგუფება და მათი გაერთიანება დამყარებული იყოს იდეოლოგიურ პრინციპებზე. რაც ამორჩევასაც გაუადვილებს რა თქმა უნდა და საერთოდ ზოგადად პოლიტიკურ სპექტრსაც და გარემოსაც გააჯანსაღებს. არის შესაძლებელი ეს საქართველოში. გეტყვით. ჩვენ აქამდე გვქონდა ასეთი რამ, რეალურად კოალიცია შეკრული იყო სამი მიზეზის გამო. მათ აერთიანებდათ ფული, ბიძინა ივანიშვილის, ძალაუფლების წყურვილი და წინა ხელისუფლებისადმი სიძულვილი, ანუ მისი შეცვლის სურვილი. აი ამ სამ რაღაცაზე იყო კოალიცია დამყარებული და ლოგიკურიც არის, რომ ასეთი ტიპის კოალიციები დიდხანს ვერ ძლევენ, იმიტომ რომ მან ამოწურა თავისი თავი, ის ამოცანა, რაც კოალიციის წინაშე იდგა, ეს ამოცანა შესრულებულია. მაგრამ პირველი ორი ფაქტორი ჯერ კიდევ არის ივანიშვილის ფული და მათ ძალაუფლების წყურვილი არ განელებიათ. ფულის მიღების სურვილი კვლავ როგორც საფრთხე ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს. მხოლოდ ეს განაპირობებს იმას, რომ თქვა ისინი გაიშალნენ თუ დაიშალნენ თუ აიშალნენ, მოიშალნენ სამუდამოდ, არავინ იცის შედეგებს ნახავთ, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მოხდა ეს, რომ ეს საფრთხე აღარ არსებობს. არა ხა რა თქმა უნდა მე ზუსტად არ ვიცი რის გამო მოხდა ეს მთავარი მიზეზი რის გამოც მოხდა ეს პირველი რომ თვითონ კოალიციამ და ამ ფორმის მმართველობამ თავის თავი ამოწურა ეს ერთი და მეორე დარწმუნებული ვარ აქ იყო წმინდა პრაგმატული მიზეზი და ასევე შესაძლოა ეს ადამიანები და ეს სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ ან კვოტებზე და გარდა ამისა ოცნება მივიდა იმ დასკვნამდე პარტია ქართული ოცნება რომ მას შეუძლია უკვე ინდივიდუალურად მიიღოს იმდენი თუ არა მიახლოვებით იმდენი რაც კოალიციას ერთად შეუძლია მიიღოს ამიტომ გადაწყვიტა რომ მისთვის უფრო უპრიანი იქნებოდა მარტო წასულიყო არჩევნებში. ახლა რაც შეეხება დასავლეთში ზოგადად
მიღებულია, რომ პარტიები ინდივიდუალურად მიდიან არჩევნებში და შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც დადგება საარჩევნო შედეგი, ისინი ჯგუფდებიან პარლამენტში იმისათვის, რომ კოალიციას ამ თემატური უმრავლესობა მოიპოვონ მათ და შემდეგ უკვე აი სწორედაც რომ ჯგუფდებიან იდეოლოგიის მიხედვით, მემარცხენეობის მიხედვით და ძირითადი პრინციპების მიხედვით. თუ საქართველოში ასე ვთქვათ პოლიტიკური კულტურა ამ მიმართულებით განვითარდება და ცალ-ცალკე პარტიების მხრიდან არჩევნებში წასვლა მეტ შანსს ტოვებს ამისათვის, ბუნებრივია ეს უფრო ჯანმრთელია და ეს უფრო კარგია. თუმცა იმ სუბიექტების, რომლებიც შედარებით სუსტები არიან ოცნების კოალიციაში, მათთვის ეს პრობლემატურია, ბუნებრივია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ სუბიექტს გაუჭირდება საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ამ კოალიციამ ამ 3 წელიწადნახევარში 4 წელიწადში შეასრულა თუ არა დადებითი როლი პოლიტიკური ველის გაჯასაღების თვალსაზრისით? ძნელი ანუ საქმეა. მოამზადა თუ არა სიტუაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როდესაც პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები ამორჩევლის წინაშე წარსდგებიან მეტნაკლებად თანაბარი შესაძლებლობებით. ამის შანსს ნაციონალური მოძრაობა არავის არ აძლევდა მანამდე მთელი 8 წლის განმავლობაში და ჩვენ თვითონ ვიყავით ყველაფერი ამისი მომსწრე. გეტყვით, ამის მთავარი ინდიკატორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კანონმდებლობა. და რეალურად, როდესაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, მას ჰქონდა ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რომლებიც მან მისცა ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს, იყო ის, რომ ისინი შეცვლიდნენ საარჩევნო სისტემას უფრო სამართლიანი მიმართულებით და არაფერი გაუკეთებიათ. ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. არის რაღაცა კანტიკუნტი მიმართულებით ცვლილებები, მაგრამ ძირითადი შეთანხმება, რომლებიც აი ამ სუბიექტ ჰქონდათ, დღეს ისინი უარს ამბობენ ავაზე მინიმუმ 2016 წლის არჩევნებისთვის, საუბარია პროპორციულ სისტემაზე და საუბარია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. ეს ნათლად მიანიშნებს იმას, რომ ძალაუფლების წყურვილი აქ კვლავ ძლიერია, ხელისუფლება ხედავს ერთ რამეს, რომ ანუ პროპორციული სისტემით და შეცვლილი კანონმდებლობით, ასევე საარჩევნო სისტემით მას გაუჭირდება ხელისუფლება ბატონო გიორგი ვერაფერს ვეღარ შეცვლის. პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს დანიშნა არჩევნები. ამას ვამბობ, ზეგამდე აქვთ ვადა. შესაბამისად არაფრის შეცვლა არ შეიცვალო სამიმართულებით, აქედან გამომდინარე პოლიტიკური ნება იმისა და ამ ხელისუფლებას ჰქონდა 4 წელი იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსი და კანონმდებლობა შეეცვალა, ასევე სისტემა შეეცვალა. თუ კი ამის სურვილი ჰქონდა. სურვილი შეიძლება საწყის ეტაპზე ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით უკვე როდესაც დაინახა, რომ ეს ცვლილება შეიძლება მას დაჯდომოდა ძალაუფლების დაკარგვად, მან ასე ვთქვათ გადაიფიქრა ეს ყველაფერი. ბუნებრივია და აი აქედან გამომდინარე, აი ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია. თავისთავად რაც მოხდა და ეხა კოალიცია რომ დაიშალა და ამან საშუალება მისცა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ვიხილოთ უკვე 2016 წლის შემდეგ ეს ჩემი გადასახედიდან სულაც არ არის მაინც და მაინც ხელისუფლების დამსახურება და ეს არის მისი მიზანმიმართული ქმედებების შედეგი. ეს არის ობიექტური რეალობა იმ და ასე ვთქვათ იმ პარტიებისა, რომელიც დღეს დგანან დაპირება, რომელსაც თავაზობდა საარჩევნო კოალიცია ქართული ოცნება ამომრჩეველს, სამართლიანობის დამკვიდრება უპირველესი და უმთავრესი იყო, ვერ შესრულდა გასაგებია, მაგრამ ამავდროულად იყო საარჩევნო გარემოს შეცვლა. ესეც თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი გაკეთებულა, თუმცა რაღაც მცდელობები ჰქონდა. თავის დროზე, როდესაც თავისუფალი დემოკრატებიც იყვნენ ქართულ ოცნებაში, კოალიცია ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნებაც, რესპუბლიკელებიც და თავისუფალი დემოკრატებიც, ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები და ეხლა იქ რამდენიმე ადამიანია კიდე პერსონალურად წარმოდგენილი, გაშა ჭილაძე, მაღრაძე, დავითაშვილი, ამათ სათვალავში მაინც და მაინც მივათვლით, თითო ხმით არიან იქ წარმოდგენილები. ყველა იყო ერთ აზრზე. თავიდან უნდოდათ, რომ რაღაც გაეკეთებინათ საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, შემდგომ მიხვდნენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის გაცილებით, ასე ვთქვათ, ხელსაყრელია და მომგებიანია ის გარემო, რომელიც არსებობს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჯობია, რომ დიდი არაფერი, ბევრი არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ ჩვენ ახლა აღმოჩნდით ფაქტის წინაშე, როდესაც ხელისუფლებაში ბერკეტები
არა აქვს არც ეროვნულ ფორუმს, არც თავისუფალ დემოკრატებს, 2 წელი იყვნენ ამ კოალიციაში, არ შერჩათ ხელში არაფერი და მით უმეტეს არც კონსერვატორებს და მით უმეტეს იმ 3 პერსონას. გარკვეული ბერკეტები აქვთ რესპუბლიკელებს და გარკვეული და დანარჩენი ყველაფერი აქვთ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. რა მოიგეს მათ ამით? თუ ამ შემთხვევაში თვითონაც მოტყუებულები დარჩნენ. არ ვიცი, ეს უკვე არჩევნებზე რეალურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა დღეს აქვს მხოლოდ ქართულ ოცნებას. მათ შეუძლიათ რესპუბლიკელებს ამ 6 თვის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში 4 თვის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ესაცაც მოხდება, გარკვეული ბერკეტები წაართვან. რომ მათ არ შეძლონ ქართული ოცნებასთან იმგვარი კონკურენცია, როდესაც ბერკეტი ბერკეტს დაეტაკება. აი ამ შემთხვევაში სად ხედავთ ჩვენ პრობლემას პერსპექტივაში? გეტყვით. რასაც თქვენ ამბობთ, თამაში არის საკმაოდ ძლიერი ლოგიკა, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ მოტყუებულები დარჩნენ კოალიციის სუბიექტები, იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის ფაქტორის გარეშე მათ უდიდეს უმრავლესობას რეალურად არც ჰქონდა შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადაელახა და ლაპარაკი იმაზე საერთოდ არ არის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. აქედან გამომდინარე, ის წლები, რომლებიც მათ პარლამენტში და ხელისუფლებაში გაატარეს, მოდი ასე ვთქვათ, ესეც ნაჩუქარი იყო მათთვის. ივანიშვილმა აჩუქა და ეს წლები შესაბამისად ამ პოზიციებზე მათ ივანიშვილს დაუთმეს. ხო, არ მგონია, რომ ეს მაინდა-მაინც ასე ვთქვათ, ანუ ივანიშვილმა გადაყარა. უსიტყვო გარიგებასავით არის. თუმცა, რაც შეეხება თვითონ კოალიციას, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არა სუბიექტები, არამედ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადააგდო. ანუ მან მოატყუა ამომრჩეველი, იქიდან გამომდინარე, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეცვალა წინა ხელისუფლება, მან აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა თქვა, რომ 1 წლის მერე წავალ მე ხელისუფლებიდან, რომ ამ თვალსაზრისით თვლილი არ ვთქვას ნამდვილად. პასუხისმგებლობას გაექცა, რამაც გამოიწვია მე უკვე შემდეგი პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ რეალობა დაგვიდგა ასეთი, რომ მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არ მოგწონს ბიძინა ივანიშვილი, მან დაიმსახურა ის ადგილი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში რაც მიიღო მან და შემდეგ უკვე 1 წლის მერე მიუხედავად იმისა, მანამდე რა დაპირდა ქართულ ამორჩეულს წავიდოდა თუ არ წავიდოდა, მან დააყენა ფაქტის წინაშე ქართული საზოგადოება, რომ მე მივდივარ, სხვა ასეთი საქმე მაქვს თუ ისეთი საქმე მაქვს თუ არასამთავრობო სექტორში მივდივარ თუ სად მივდივარ და თქვა, რომ აი თქვენი პრემიერ-მინისტრი იქნება აი ეს ადამიანი. აი ჯამრთელ პოლიტიკურ სისტემაში ასეთი რამეები არ ხდება. პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ყველაზე მძიმეწონოსანი, ძლიერი ფიგურა და პარტიის ლიდერი, ნამდვილი ლიდერი უნდა იყოს. იმისათვის, რომ საპარლამენტო სისტემა იმუშაოს ჯამრთელად ქვეყანაში და ქვეყანა წავიდეს წინ. აი ასეთ შემთხვევაში, რომ უკვე ის ფიგურა, რომელიც ბუნებრივად იმსახურებს ამ ადგილს, ის ამბობს, რომ იცით რა, მე ეს არ მინდა და ამას უთმობ X ადამიანს, რომელიც მე ამბობს, რომ მე საერთოდ აღარ მინდა აქ ყოფნა და მივდივარ სახში. რო ვერ გავარკვიეთ, ანუ ესეც ერთგვარად აი სხვათა შორის საუბარი დაიწყო იქიდან, რომ აი დასავლეთი როგორ უყურებს ამ ყველაფერს. დასავლეთი ძალიან ასე ვთქვათ გაუკვირდა ის, რომ როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი წავიდეს თანამდებობიდან და ვერ გაიგოს საზოგადოებამ რატო წავიდა. ანუ დასავლეთი არა მეც გამიკვირდა და მთელი 2 თვე ვკითხულობდი ამას, რატო წავიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან. ხო, ანუ იმიტომ წავიდა, რომ ცუდად გააკეთა საქმე, ვერ მიაღწია იმას, რის მიღწევაც დაგეგმილი ჰქონდა, თუ პირიქით, ყველაფერს მიაღწია და იმიტომ წავიდა. ხო, ანუ აბსოლუტურად გაუკვირდა და წარმატებული პრემიერ-მინისტრი გადადგა. ანუ ეს სწორედ ეს არის გაუგებარი დასავლეთისთვის, რომ როგორ შეიძლება, ანუ ქვეყნის, მოდი ასე ვთქვათ, პირველი პირი თავისი გავლენით ასეთი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მიდის თანამდებობიდან და ვერ ვიგებთ რატომ მიდის თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი გავა არაფორმალური მმართველობის ჩარჩოდან შემდეგი არჩევნების შემდეგ ახალი ხედვა იქნება ის, რაც წაიყვანს საქართველოს ასე ვთქვათ განვითარებისკენ და ეს ყველაფერი ეს პერიოდი 2012-2016 წლის პერიოდი დარჩება წარსულში და მოდი ასე ვთქვათ ამ ხელისუფლებამ უკვე შეასრულა თავისი როლი.
მან შეცვალა სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით, მას თავიდან აიცილა დაპირისპირება, თავიდან აიცილა დაპირისპირება, პოლიტიკური ნიადაგზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თავის დროზე, თუმცა ეს არ იყო უკვე საკმარისი, იმიტომ რომ განვითარება, რეფორმირება მან ვერ მოახერხა ვერც სასამართლო სისტემის, ვერც სამართლის უზენაესობის დამკვიდრება ვერ მოახერხა, რაც იყო მათი მთავარი დაპირება და მოკლედ მურუსიძე დღეს არის მოსამართლე. ეს მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე და მან ვერ მიაღწია კეთილდღეობას. ანუ დღეს საქართველოს მოქალაქე ვერ ცხოვრობს უკეთესად, ვიდრე მოვიდოდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში. მოქალაქეებს გააჩნია. ჯამში რო აი ვიღაცა უკეთესად ცხოვრობს, ვიღაცა ხალიდან უარესად ცხოვრობს. შეიძლება ვიდაოს, მაგრამ ჯამში აი თუ შევხედავთ ეკონომიკის ზრდას, ერთიან ასე ვთქვათ შეწონილ მაჩვენებელს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს უკეთეს მდგომარეობაში არ არის. აქედან გამომდინარე, მოდით ვთქვათ, თავისი ფუნქცია ამ ხელისუფლებამ უკვე ამოწურა, რაღაცა შეასრულა, ბევრი რამ ვერ შეასრულა, საჭიროა განვითარება. შემდეგი ნაბიჯებია საჭირო. კეთილი ბატონო